სახელითა მამისა და დაზისა და დასუფლისა წმინდისა და ჩვენთან არის დილოცავთ ყველას ამ წმინვალი, ამ დიდებულ დღესასწაულს. შეგვეციოს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და როგორც არის აი ჩამოლოცვის დროს ნათქვამი, რომელი იშვა ქვაფსაშინა და ბაგასა მიიწვინა, ღმერთმა ინებოს და თითოეულ ჩვენგანმა უნდა ვინებოთ, რომ ჩვენში იშვას იესო ქრისტე, ჩვენს გულებში იშვას იესო ქრისტე, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები, აი რისთვისაც უფალმა შექმნა ადამიანი, ხატად მსგავსათვისად. მსგავსება ღვთის არის, რომ თითოეულ ადამიანში არის იმის უნარი, რომ მას შეუძლია მიაღწიოს იმ პირობ ადამიანს, ადამს, რომელიც იყო ედენში, რომელიც უფალს ესაუბრებოდა, რომელთანაც არ იყო ცოდვა, არ იყო ბნება და ჩვენ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია რომ მივაღწიოთ ამას. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ შეუძლებელი არ არის, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო უამრავი მაგალითია იმ მოღვაწე მამების, იმ წმინდანების, იმ მოწამეების, რომლებმაც თავისი ცხოვრება დაუთმეს და შესწირეს უფალთან ურთიერთობას. უწმინდესი ბრძანებს უსმენდი გუშინ ქადაგებას, რომ მე ვერ წარმომიდგენიაო ადამიანი ღმერთის გარეშეო, ღმერთთან ურთიერთობის გარეშეო, იმიტომ რომ თვითონ მას მოუკლებელი ლოცვა აქვს და მოუკლებელი ლოცვა შეუძლია. მას შეუძლია ილოცოს მუდამ და ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს და ხშირად იხსენებს ხოლმე მასთან მოღვაწე მამები და მასთან ერთად მსახურე მამები ხშირად იხსენებენ თუ როგორი ძალა და როგორი სურვილი ქონდა შინაგანი, როგორი იყო მოღვაწე ის და როგორ მოღვაწე დღესაც მისი ლოცვა, როგორ შეეწევა ჩვენს ქვეყანას და იცით თქვენ რომ თუნდაც რაც ხდებოდა განვლილი პერიოდის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში, რომ არა მისი ლოცვა, რომ არა მისი ლოცვა კურთხევა, რომ არა მისი მონდომება, რომ ყველაფერი მშვიდობით ყოფილიყო და რომ მას არ ელოცვა ღვთის წინაშე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეუღლება არ ყოფილიყო და უფლის შემწეობა არ ყოფილიყო. არც მინდა წარმოვიდგინო და ვთქვა თუ რა შემომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და მე დარწმუნებული ვარ, ვიცი რომ ეს მისი ლოცვით მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ლოცვა, იმიტომ რომ ჩვენს გულებში არ არის სიყვარული, ჩვენს გულებში არ არის სიკეთე და არ არის ღმერთი, იმიტომ რომ ჩვენ განვიკითხავთ ყოველ წამს, ყოველ წუთს განვიკითხავთ ადამიანს და ადამიანი როგორც ასეთი დახასიათება ადამიანის, რომ ნახოთ თვითონმა თქვენგანმა თუ რა არის ადამიანი, რას მოიცავს ადამიანის არსებობა ამ ქვეყანაზე, რომ ის არის კეთილშობილი, ის არის სხვაზე მზრუნველი, ადამიანი არის, რომელიც შეეწევა სხვას და საკუთარ თავზე აყენებს მოხვას და მოყვასის სიყვარულს. აი ეს უნარები არ გვაქვს ჩვენ, ეს უნარები აქვს მარტო უწმინდეს ჩვენს პატრიარქს, რომ მას არ შეუძლია ადამიანი განიკითხოს, მას არ შეუძლია რომ ადამიანს დასცინოს, მას არ შეუძლია რომ ადამიანზე ბოროტი თქვას და შური იძიოს და გადაუხადოს სამაგიერო. ის არის საოცრება ჩვენი ქვეყნის უდიდესი მოღვაწე მამა, რომელიც უფალმა ინება, რომ იმ პერიოდში, როდესაც თქვენ იცით კომუნისტების დრო, ის პერიოდი, როდესაც საერთოდ ადამიანს ეკრძალებოდა ტაძარში შესვლა და საერთოდ ლოცვა დავიწყებული იყო, სწორედ იმ დროს იშვა, იმ დროს მოავლინა უფალმა ჩვენი პატრიარქი და მისი მოღვაწეობა 47 წლიანი მოღვაწეობა არის მოწამეობრივი მოღვაწეობა, როგორც თვითონ ამას ამბობს და ამასთანავე უსმენდი წმინდა მამის ცხოვრებას და ის ამბობს, რომ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ძალიან კარგია, როდესაც გვაქვს აღსარება და შეგვიძლია ესე ჩამოვთვალოთ ჩვენი ცოდვები და ვთქვათ ღვთის წინაშე, მაგრამ არ გვაქვს სინანული, რომ არ გვაქვს სიყვარული ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ რა შობს ბოროტებას, რა შობს ცოდვას, ცოდვა შობს და განკითხვის ცოდვას შობს ის, რომ ადამიანის მიმართ სიყვარული არ გვაქვს. რა შობს შურს და ბოროტებას, შობს ის, რომ ადამიანის მიმართ სიყვარული არ გვაქვს. აი ყველაფერი, თითოეული ჩვენი ვნება, თითოეული ჩვენი ცოდვა გადის ადამიანზე
ადამიანის მიმართ სიყვარულზე და აი ეს უნდა მოვინანიოთ ღვთის წინაშე, რომ ღმერთო, მე არ მაქვს სიყვარული, ჩემი ძმის წინაშე შევწოდე, მას ვაწყენინე, არ მაქვს სიყვარული, რომ განვიკითხე, არ მაქვს სიყვარული, იმიტომ რომ ბოროტად მოვეკეცი მაქვს, არ მაქვს სიყვარული ღმერთო, იმიტომ რომ შური ვიძიე მასზე. სამაგიერო გადაუხადე, ყველაფერი თითოეული ჩვენი ცოდვა მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს სიყვარული. აბა დაუფიქრდით, ეს ჩამონათვალი ძალიან კარგია აღსარებაზე მისვლა, მაგრამ სინანული გვაქვს, როდის აი ამის სიყვარულის არ ქონის სინანული თუ გვაქვს. უნდა დაუფიქრდეთ ამაზე და თითოეული ჩვენგანმა უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, უნდა დაუთმოთ ყოველდღიურად ჩვენი ცხოვრების ნახევარი საათი დაუთმოთ ჩვენს თავს და უფალთან ურთიერთობას. ადამიანი უნდა მიეჩვიოს ღმერთთან ურთიერთობას, ადამიანმა უნდა გაიაზროს თუ რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რა არის მისი ამ ქვეყანაზე მოვლენების აზრი და იდეა. ისი არ მოვიდოდა თითოეული ჩვენგანი არ მოვიდოდით ისე და თქვენ იცით რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და თვითონ უფალი ბრძანებს და წინასწარმეტყველები ბრძანებენ ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმაში და ფსალმუნებშიც არის რომ უფალი როდესაც ბრძანებს რომ შემეშენ დედის მუცელშიც არიყავიო ჩასახული როდესაც შენ გიცნობდიო მეო. წარმოიდგინეთ თითოეული ჩვენგანის დაბადება ამ ქვეყანაზე არ არის ესე, ეს ღმერთმა იცოდა, ღმერთმა გშვა, მაგრამ ამასთანავე ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მოგცა თავისუფალი ნება, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ მასთან ურთიერთობა, ჩვენ უნდა გვინდოდეს უფალთან ურთიერთობა და უფალს უნდა მივცეთ საშუალება, რომ იშვას ჩვენს გულებში. თვითონ ის არ მოვა, ძალით არ მოვა და არ გეტყვის, რომ აი მე მინდა შენს გულში, არა. ის დაგვანახებს სიკეთეს, დაგვანახებს ბოროტებას და ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რომელ გზაზე გვინდა წავიდეთ, ბოროტების გზაზე თუ სიკეთის გზაზე. და ღმერთმა ინებოს, რომ მოგვენდომებინოს ეს, მოვინდომოთ ადამიანის სიყვარული ვისწავლოთ, მოყვასის სიყვარული ვისწავლოთ და როდესაც მივალთ აღსარებაზე, მივიდეთ სინანულით. მე არ ვითხოვ, რომ თვითონ თქვენგანმა ყველა ეს სინანული კონდეს, რომ თქვას, რომ მე ამის სინანული მაქვს, დაიწყეთ ერთით. აი იფიქრეთ და თქვით, რომ ღმერთო, არ შემიძლია მე ლოცვა ვერ ვითხოვ შენგან შენდობას, თუნდაც მამაო ჩვენოს დროს რომ ვითხოვთ, იმიტომ რომ შენდობა არ მაქვს მიცემული მეორე ადამიანისთვის და დაიწყეთ ამით, რომ ადამიანს მისცეთ შენდობა, ადამიანის პატიება ისწავლოთ და მერე შემდგომ უფალი ყველაფერს გასწავლეთ. უფალი მერე თუ ამპარტავნები ვართ, როდესაც ადამიანს სიყვარულს ვისწავლით და შეგვეძლება რომ მას ვაპატიოთ, მას შევუნდოთ ჩვენი ცოდები, აი ამ დროს იწყება უფლის მიერ ჩვენი შენდობის მიტოვება და ცოდათა მიტოვება უფლისგან. და ამიტომ შემდგომ ყველა ჩვენი ცოდვება დაითრგუნება, ყველა ჩვენი ნება დაითრგუნება, თუ უპირატესი გახდება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი მოყვასი და მასთან ურთიერთობა და რომელსაც აი ამ ურთიერთობას, აი ამ სიყვარულს ჩვენს თავს, ჩვენს ამ ქვეყანაზე ცხოვრებას, ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს სიმშვიდეში მყოფობას, აი ამას ყველაფერს ჩვენმა პატრიარქმა შეწირა თავი და გადადო თავი ჩვენთვის. ეს არის საოცარი მოღვაწეობა, წარმოიდგინეთ, როგორ გვიჭირს თითოეულ ჩვენგანს, თუნდაც აი ამ ასაკში რაღაცეების გაკეთება და 47 წელი იყო მამამთავარი და ღირსეულად მართო ეს ქვეყანა და თითოეულ შვილზე იზრუნო, რომ მას ჰქონდეს სიყვარული, მას ჰქონდეს სითბო, მას ჰქონდეს ტაძარი, თითოეული ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ტაძარი, თითოეული ქვაქვაზე დადებული, ახალი განახლებული თუ აშენებული ახალი ყველაფერი მისი დამსახურება, მისი ლოცვის და მისი მეოხების ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ძალიან დიდია მისი ლოცვა და მისი მოღვაწეობა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მისი უწმინდესობას დაბადების დღე ქონდა 92 წლის გახდა ის და ამბიონიდან, სამთავროს მონასტრის ამბიონიდან შევთხოვა ღმერთს, რომ კიდე დიდხანს ვიმყოფოს მისი თავი. მისი ლოცვა არ მოგვაკლოს ღმერთმა და აი თქვენ თვითონ თქვენგანზეა მისი ჯანმრთელობა, მისი დღეგრძელობა, აი ყოველდღიურად გადასახეთ ჯვარი უწმინდეს, გადასახეთ ჯვარი და თქვით ღმერთო, გვიდღეგრძელე, ღმერთო დაიფარე და აჯანმრთელე ჩვენი პატრიარქი და თქვენ თვითონის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს, როდესაც
უპირატესად აყენებთ მოყვასზე ლოცვას და მოყვასზე სიყვარულს. ღმერთმა დაგლოცოთ, ილოცავთ კიდევ ერთხელ მშობის დღესასწაულს და უფალმა გაახაროს ჩვენი გული და იშვას ჩვენ გულებში. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგიწყალოთ უფალმა.